Ფოთის სპორტში გაფიცვა გაგრძელდება. ამ გადაწყვეტილებამდე გაფიცულები ნავსადგურის მენეჯმენტის წერილობითი პასუხის შემდეგ მივიდნენ. გაფიცული თანამშრომლების ინფორმაციით, არც ერთი მათი მოთხოვნა წერილში ასახული არ არის. მათივე თქმით, ამ დროისთვის ნავსადგურის საწარმოო რაიონების 100% გაჩერებულია. ნავსადგურის თანამშრომლების 70% მეშვიდე დღეა გაფიცულია. მათივე ინფორმაციით, დარჩენილი 30%-ის პარალიზება საბუქსირე სამსახურის თანამშრომელთა პროტესტმა გამოიწვია. ბუქსირების გარეშე გემების სპორტში შეყვანა შეუძლებელია. აქ რო წერია 33%-იანი ხელფასის მომატება, ეს არის საშუალო მათემატიკური გამოყვანილი და არა ისახა არც ერთ მუშის ჯიბეზე და იმასაც ველაპარაკებ ბატონ ჯოზეფს, რომ ამბობს ტელევიზიაში გამოდის 900 ლარი აქო იმას თანამშრომლის ხელფასიო. სიმართლე არ შეეფერება, იმიტომ რომ გაცილებით უფრო ნაკლებია, სადღაც საშუალოდ 500, 600, 700 ლარამდე ადის ხელფასი და დღეს უკვე დღეისათვის მთელი პორტი გაჩერებულია 100%-ით. ყველა ფირმა გაჩერებულია, ყველა ფირმა ითხოვს პასუხს, ყველა ფირმა თხოვს აქვენ მოთხოვნა, ჩვენ როგორც ვიცით, რომ ყველა ფირმა მისულია IPM ტერმინალის ხელმძღვანელობასთან და თხოვთ პასუხს. ეს უბრალო მოთხოვნა, რაც ჩვენ გვინდა, ეს დაკმაყოფილდეს.